როგორც ყოველ შაბათს აი ამ დროსაც შემოვიდა ჩვენთან სოფია ბზეკალავა, სოფია დილამშვიდობის და რაშას უყურავდი ეს მიღმა და ამ კვირაში პანტა მარსი რომელიც ერთად აქტივობაზეა პასუხისმგებელი ადამიანებში და ეს ენთუზიაზმზე და მუხტზე და ქმედებაზე გადადის მისთვის ძალიან უჩვეულოდ პასიურ ნიშანში ეს არის კურო ზოდიაქოს ნიშანი და ლაშამ უკვე დაიწყო პრინციპში რომ მარსი ვერძის მართველია და ლაშა გადავიდა შედარებით უფრო პასიურ გამოვლინებაზე ვერძის ენერგიის როგორ მორჩილად პლუს ამას კურო ყველაზე გურმანი ნიშანი და ჭამს მართლა კურო არის ყველაზე გურმანი კი კურო ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გურმანია მინდა გითხრათ შულდოსანი არ არის კოკოს აქვს არაჩვეულებრივი ნიჭი რომ საკარგი თემების იმას ერთ-ერთი ძალიან კარგი თემა არის გურმანების ზოდიაქოს გასტროასტროლოგია ქვია ყველა ადამიანს აქვს კი ახალი ტერმინების დაფუძნება და ახალი თემები საავტორობლება შენი გასტროასტროლოგიას ძალიან საინტერესოა შესანიშნავად დაშორებული ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს როგორ უნდა იყვება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და პლუს ამას კიდევ ვის უყვარს მზადება და ვის არა მე მაგალითად საერთოდ სამზარეულოში არ ვარ შესაშვები იმიტომ რომ ნიჭია ჩემი აზრით აი ნახე შენც კურო ხარ ლაშას კურო ბოდიში ორივე ვერძი ხარ კი ო მაგრამ ლაშას მშვენივრად გამოსდის სამზარეულოში მართლა ლაშა ყოჩა არა მე არ მიშვები სამზარეულოში იმიტომ რომ ეს ხასიათზე ვარ თორე ისე რომ ვიღაცამ შედგა არანაირად ვერ ვაკეთებ ვერაფერს და არც ვერც უნდა მოსწონდეს თუ რამე საკეთებს თუ არ მოსწონს ვერ გააკეთებს უბრალოდ იმდენად არ მომწონს ეს არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს რომ არ მიშვებენ სამზარეულოში იმიტომ რომ ერთხელ ბადრიჯანი ვალერიანის წვეთებში შევწევ გაროზეთი მეკონა ყველა ვიცის ჩემი შეშვება არ შეიძლება სამზარეულოში არ მეშევიშ ჟანრა შემეშალა კახურიზეთი მეკონა უნდა გეკითხა გემრიელი იყო ძალიან მაგარია გემოსაც შევწვი ტკბილიაო მითხრა და მე შემომოწმე ჭამ შეიძლება არ მოგწონს მაგრამ შვიდად რო ხარ გამარჯვება მოდი